მოგესალმებით მეგობრებო, სახელითა მამისათა, დადისათა, დასულისა წმინდისათა. დღევანდელი თემა არის ეკლესიური ცხოვრება და როგორ მიყავს, ესე ვთქვათ, ეკლესიურ ცხოვრებას ადამიანი ცხონებისკენ. მეგობრებო, როგორც ქრისტიანობა გვასწავლის, ადამიანის ცხოვრების მიზანი არის ცხონება. ადამიანის ცხოვრების მიზანი არის ცხონება. ანუ ღვთის სასუფეველის დამკვიდრება, სადაც მართალნი იქნებიან მარადიულ ნეტარებაში. ამისთვის საჭიროა, ესე ვთქვათ, განვიძარცვოთ ცოდვები და შევიმოსოთ სათნოებებში, ხო, სიმდაბლე, სიმშვიდე, სიყვარული, საერთოდ სიყვარულის გარეშე არაფერი არ კეთებ, ყველაფერი ფუჭი არის და წყალში ჩაიღრება და ესე იგი სიწყრფოება, ხო, მოწყალება და ასე შემდეგ. რასაც გვანიჭებს ქრისტიანული მცნებების დაცვა, რომლებიც ესე იგი ორი უმთავრესი მცნებიდან გამომდინარეობს. შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისი. ლუკას ახარება 10:27. წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე გვიმარტავს, რომ ვისაც სურს ნამდვილ ქრისტიანულ, ესე ვთქვათ, ქრისტიანულად იცხოვროს, მან ორგვარი სიყვარული უნდა შეიძინოს. გულითა თვისით, ანუ ერთი ღვთისა და მეორე კაცისა. ესე იგი, ღმერთი უნდა შეიყვაროს ყოვლითა გულითა თვისითა და კაცი როგორადაც, ესე იგი, თავი თვისი. რა არის ღვთის სიყვარული? ღვთის სიყვარული ის არის, მეგობრებო, როდესაც შენ გახსოვს, რომ ღმერთი არის შენი მამა და შემოქმედი. ყოველთვის გხედავს შენ, ესმის ყოველი შენი სიტყვა, გასინჯავს შენს გულს და თუ ესრეთ გახსოვს, ცდილობს, რომ ყოველი მისი ბრძანება და მცნება აღასრულო. და არა მარტო ის, რომ ესე იგი მე მწამს ღმერთი რა და მწამს რა მერე რა და ეს არ არის მეგობრებო ეკლესიური ცხოვრება, ეს არ არის ქრისტიანობა. ქრისტიანობა ის არის, რომ ავასრულოთ უფლის მცნებები. ის კი არა მარტო რომ მოусმინოთ, თქვა, სახარებას ან წავიკითხოთ, არამედ განვახორციელოთ ეს ყველაფერი ჩვენ ცხოვრების პრაქტიკაში, ხო? სიმდაბლე და სიყვარული. აი რომელიც მოვიდა ჩვენ გვაჩვენა უდიდესი ყველაზე დიდი მაგალითი მოგცა ჩვენმა განკაცებულმა უფალმა, ხო? ეს არის სიმდაბლე და სიყვარული. ესე იგი, ნახეთ, როგორ შემიძლია შევიყვარო მოყვასი საკუთარი თავივით. ანუ მის გაჭირვებებზე როგორ ვიზრუნო ისე, როგორც საკუთარზე. მით უმეტეს მის გულში დაფარულზე, ხო, რომელიც ესე იგი არავინ იცის. ნუ გაგიტაცებს ამგვარი ფიქრები, მეგობარო, არამედ ღვთის სასოებით, ანუ იმედით შეუდექი ამ სათნოების აღსრულებას. უჩვენე უფალს სურვილი და მცდელობა და ღვთის შეწევნას მიიღებ. მეგობრებო, უფალი არ უყურებს ჩვენ გარეგნობას, გარეგნულ რაღაცებს, არამედ ის უყურებს ჩვენ გულს. პირველ რიგში გულს უყურებს და გულწრფელობას ჩვენს. და რომელიც ესე იგი უფალი დაგეხმარება ხო სათნოების აღსრულებაში. წარმოიდგინე, აი ორი კიბე, ერთს ზეცაში აყავხარ, ხოლო მეორეს ჯოჯოხეთში ჩაყავხარ. შენ კი ამ კიბეებს შორის მიწაზე დგახარ. ნუ იტყვი როგორ ავფრინდები მიწიდან და მივწდები იმ კიბის თავსო. ეს შეუძლებელია და ღმერთი ამას არც ითხოვს შენგან.
შენ მხოლოდ თავი დაიცავი, რომ ქვემოთ არ ჩახვიდე, ქვემოთ არ ჩახვიდე. ადამიანს მეგობარს მოყვას, ბოროტებას ნუ გაუკეთებ, ცუს ნუ რაფერს იტყვი, ცილს ნუ დასწამებ, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ. ამგვარად ნენელა მას სიკეთესაც გაუკეთებ. სიტყვით ანუ გეშებ, თანაუგზნობ, ხო შეეწევი ამით, თქვათ, რასაც საჭიროებს, ასე ახვალ ერთი საფეხურიდან მეორეზე და ღვთის შეწევნით კიბის თავსაც მიაღწევ. მოყვასის შეწევნაში თანდათანობით იქამდეც მიხვალ, რომ სიკეთესა და წარმატებას მისთვის ისევე მოინდომებ, როგორც საკუთარი თავისთვის. სწორედ ეს არის შეიყვარო მოყვასი შენი ვითარცა თავისთვის. მეგობრებო, მართლმადიდებელი ეკლესიის შვილს პირველ რიგში უნდა ეპყროს ჭეშმარიტი სარწმუნოება ქონდეს, ხო, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიაში არის დაცული. უნდა ესე იგი სწამდეს, ჯეროდეს, ხო, უჯერებდეს ეკლესიის სწავლებას და არა საკუთარ აზრებს, არა იმ ქადაგებლებს თუ მოძღვრებს, ვისაც შემოაქვს სიახლე, ვინც არ ეთანხმება წმინდა წერილს, ხო, და წმინდა მამების სწავლებას. როგორც წმინდა იოანე სინელი გვასწავლის, მეგობრებო, ვისაც მართალი სარწმუნოება არ უყრია და მოღვაწეობს იმ კაცის მსგავსია, რომელიც წყალს იღებს და გახვრეტილ ჭურჭელში ასხავს. ანუ როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ხო, მეგობრებო, საკმარისი არა რწმენა მხოლოდ გულში კონდეს. როდესაც საჭიროება დგება, ან კიდევ ესეთი, აი რა თქმა მე ეკლესიაში არ მე გულში მყავს ღმერთი, მე რა თქმა ლოცვა, მე გულში მყავს ღმერთი. მე ესე იგი რა თქმა იქ რომ დავესწო წირვაზე მე ზია, რა თქმა ახსარება ზია, მე გულში მყავს, მე მწამს გულში. მაშინ ასე ვთქვათ, მე მოდი გულში ესე იგი მოვიყვან ცოლს, მე გულში ესე იგი მიყვარს, თქვათ რაღაცა, ხო, გულში თქვათ შევჭამ, გულში ესე იგი წავალ, გულში იმას გავაკეთებ და ესე იგი გულში ასე არ არის, ხო? და ჩვენ ვიცით რომ აი არ არის ეს საკმარისი, ხო, როდესაც საჭიროება დგება ასევე, ხო, მოგვეთხოვება ჩვენი სარწმუნოების სიტყვით აღიარება და დაცვა. მაქსიმე აღსარებელი ამბობს, რომ უფალმან და მასხოვარმა ჩვენმა არაეგრე ბრძანა, რაითა გულსაშინაოდენ გაქონდეს სარწმუნოებაი, არამედ ესრედ იტყვის, რომელმან არა აღმიაროს მე წინაშე კაცთა არს და მე აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცა თაისა. მათე 10:33. და წინდა მოციქული იტყვის, რომ გულსა გწამსა სიმართლეს და პირითა აღიარებდეს საცხოვრებლად, ანუ ეს არის რომელთა საცხოვრებლად, ხო, ეს არის რომელთა მიმართ 10:10. მეგობრებო, აუცილებლად უნდა ესე იგი არ დავიზაროთ, უნდა ვიაროთ შაბათ-კვირას წირვა-ლოცვაზე, ჩავაბაროთ ახსარება, ნუ ყოველ კვირას თუ არა, ყოველ ორ კვირაში ერთხელ მაინც ვეზიაროთ აუცილებლად, რაც შეიძლება ბევრჯერ და ხშირად და რა ვიცი, ძალიან ცოტა დრო რჩება, მეგობრებო, თქვენ ხედავთ როგორ ესე იგი თვები მიდის, როგორც წლები ისე წელიწადი და ესე იგი კვირა დღეები ისე როგორც დღეები მიდის და ნუ დღეებზე საერთოდ საუბარი არ მაქვს, იმიტომ რომ ესე იგი როგორ ღამდება და თენდება, ამას ხშირად ვამბობ მე კიდევ, იმიტომ რომ აი ესე იგი აი ვერ მოვდივარ აზე საერთოდ რა. და ჩვენ ვიცით რომ დროც შემცირებული არის, ხო? ეს აშკარაა უკვე და ამიტომ ცოტაა ხო დრო დარჩენილი, ხო? ამიტომ ვილოცოთ, მეგობრებო, ვიაროთ. არ დავიზაროთ, ზოგი ამბობს ერთი შაბათი კვირა მაქვს, აი მე უნდა დავიძინო და ან დღეს სამსახურში დავდივარ, არ დრევდგები, მაგრამ არ უნდა დავიზაროთ, მე დავაძალოთ ჩვენ სხეულს, ჩვენ ტანს. წავიდეთ წინააღმდეგ, ჩვენს წინააღმდეგ წავიდეთ, ჩვენ თავის წინააღმდეგ წავიდეთ, ჩვენ თავთან. ანუ ამ შემთხვევაში დავაძალოთ ჩვენი თავი, რომ ვიაროთ ეკლესიაში, ვაკეთოთ სიკეთე, უანგარო სიკეთე ვაკეთოთ, გავიღოთ მოწყალება, ესე იგი დავაპუროთ, თუ არ გვაქვს ფინანსები, საჭმელი მივცეთ, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, რაღაცა ცივი წყალი დავალევინოთ.
უფალი შეგვიწირავს ყველაფერს. ეგ იცოდეთ, არაფერი არ დაიკარგება საერთოდ და ღმერთმა მოგცეს სულ ყველას თქვენ, მეც ამის ზალა და მეტი სიყვარული, მეტი ესე იგი თავდაბლობა და ღმერთმა დაგლოცო და ღმერთმა გაგახაროთ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთათან. ამინ. დიდი მადლობა, გაიხარეთ.